21 მარტი ქართველი მესაზღვრეების დღეა პროფესიული დღესასწაული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა ნაწილს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა მიულოცა ერეკლი ღარიბაშვილი წითელ ხიდზე ჩავიდა. შეხვედრის შემდეგ რამდენიმე მესაზღვრე სიგელებით დააჯილდოვეს. დაიცვათ სახელმწიფო საზღვარი. დაიცავით სახელმწიფო საზღვარი, ბრძანება მიღებულია და ჯგუფით სექტორზე საპატრულოდ გადის. მუდამ ქვეყნის სამსახურში ეს ქართველი მესაზღვრეების დევიზია, დღეს კი მათი დღესასწაული. ამის მიუხედავად მაინც საზღვარზე ყოფნა უწევთ, ამბობენ რომ რთულია, მაგრამ ქვეყნის სამსახურში ყოფნა მათთვის პატივია. ზოგჯერ რამდენიმე კვირის განმავლობაში სახლში მისვლას ვერ ახერხებენ. ამის გამო ხუმრობენ კიდევაც რომ სამსახური მათთვის მეორე სახლია. სხვადასხვა პირობებში დღე და ღამე რომ საზღვარზე ხარ იწავ საზღვარს, თოვლის იცივი, სიცხე 4 სუტკა აკეთ 4 სახლში. ესე იგი სულ დაახლოებით 15-20 დღე მაინც გამოდის. 15 დღე აქ 15 სახლში. ოჯახში როგორ ეგუებიან ამას? ცოტა ძნელი, რა ვუხთ. პროფესიული დღესასწაული ქართველ მესაზღვრეებს შინაგან საქმეთა მინისტრმა პირადად მიულოცა. წითელ ხიდზე სასაზღვრო პოლიციის სამმართველოში ერეკლი ღარიბაშვილმა 42 მესაზღვრე სამკერდე ნიშნებით და სიგელებით დააჯილდოვა. მინისტრმა ერთიან საქართველოსა და ძლიერი საზღვრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნებისმიერ დამოუკიდებელი ქვეყნისთვის საზღვარი სახელმწიფოებრიობის ძირითადი საფუძველია. ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თქვენი სარისკო, მაგრამ ქვეყნისათვის აუცილებელი პროფესია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მის საზღვრების ურღვევობა და სახელმწიფოებრიობა ბევრად არის დამოკიდებული თითოეული თქვენგანის თავგანწირვაზე, გმირობასა და პროფესიონალიზმზე. ქვეყნის საზღვრის 250 კილომეტრი. ეს ის ტერიტორია, რომელიც წითელი ხიდის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს მესაზღვრეებს აქვს დასაცავი. აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საზღვარი წლის არც ერთ პერიოდში ბუნებრივად არ იხერგება. ამის გამო 365 დღის განმავლობაში დღეში 24 საათი ამ მიდამოებში ქართველი მესაზღვრეები პატრულირებენ. აქ მიიჩნევენ, რომ მესაზღვრე დიპლომატი უნდა იყოს. საზღვრის ხაზი არის ერთი. საზღვრის ხაზს მიღმა არის ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, ჩვენი მეგობრულად განწყობილი, რა თქმა უნდა. და უწევს არა მარტო მათთან ურთიერთობა, არამედ უწევს ურთიერთობა მოსახლეობასთანაც, რომელიც აღნიშნულ მონაკვეთზე შეიძლება რაღაც სამუშაოს ეწეოდეს ან შეხვდეს. საზღვარს წითელ ხიდზე 500-მდე მესაზღვრე იცავს. იყო პასუხისმგებელი შენს ყოველ მოქმედებასა და სიტყვაზე კი მათი ოქროს წესია.